რა შეცვლეს რძის პროდუქტების რეალიზაციის ახალი წესები სექტორისთვის გიყვებით რამდენიმე წუთში. ქართული მხარის ველოდინია, რომ პროცესი გაგრძელდება, ამბობს მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მხედველობაში მიიღებს სავიზო დიალოგის ფარგლებში არსებულ ლეგიტიმურ არგუმენტებს. სოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5% პუნქტით 5%-მდე შემცირა. სომხეთის და აზერბაიჯანის კი გაზარდა. მარტყვის საკრეფად გერმანიაში გაშვებულმა ქართველებმა საქართველოში შრომის სააგენტოს დავა მოუგეს. სასამართლომ სააგენტოს უთხრა, რომ ვალდებული იყო თავისი მოქალაქეები დაეცვა ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ. მარიამ ქრივიშვილის განცხადებით ყირგიზეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის სამყარო ბიზნეს მედია სააგენტოს საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. სოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 5%-მდე შეამცირა. სომხეთის და აზერბაიჯანის გაზარდა. ახალი ანგარიშის მიხედვით შემცირებულია მთლიანად 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. იანვარში ნავარაუდები 2.7%-დან 2.5%-მდე. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის თანახმად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 0.2% პუნქტით შეამცირებს. დოკუმენტში არ არის კონკრეტული ჩანაწერი უშუალოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინის კლების განმარტებასთან დაკავშირებით, ასევე რეგიონის ქვეყნებიდან გაზრდილია ნავთობის ექსპორტიორი აზერბაიჯანის ზრდის პროგნოზი 2%-მდე და ყაზახეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე, ასევე გაზრდილია სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც 5.3%-მდე და ამ შემთხვევაშიც არ არის მითითებული, თუ რატომ მოხდა სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მატება. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა მაშინ, როდესაც IMF-მა, EBRD-მა და ADB-მ გაზარდეს. საქართველოს რკინიგზას წმინდა მოგება გაეზარდა. კომპანიის ინფორმაციით გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 5.5%-ით 612 მილიონ ლარამდე შემცირდა, თუმცა საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდის ფონზე წმინდა მოგება 124%-ით თითქმის 153 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი. კომპანია მიუთითებს, რომ გატარებული სტრუქტურული ღონისძიებების შედეგად მიღწეული იქნა სატვირთო მატარებლების უშუალო სიგრძის მატება და ქსელის გამტარუნარიანობის ოპტიმალური ათვისება. აღნიშნულმა პირდაპირ დადებითი გავლენა იქონია დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, რაც შეეხება 2026 წლის 5 თვის წინასწარ საოპერაციო და ფინანსურ მაჩვენებლებს. პერიოდის წმინდა მოგებამ შეადგინა 88 მილიონი ლარი, რაც 50%-იან მატებას წარმოადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პერიოდის მოგების მარჟა თითქმის 36%-მდეა გაზრდილი. კომპანიის ლოგისტიკური ბიზნესის მომგებიანობის მარჟამ 2026 წლის პირველი 5 თვეში 62% შეადგინა, რაც ასევე საოპერაციო ეფექტიანობის ზრდით და აქტიური ბიზნეს საქმიანობით არის განპირობებული. საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ გაიზარდა ტვირთბრუნვაც, კერძოდ წელს პირველ 5 თვეში ტვირთბრუნვა 8%-ით, ანუ 415,000 ტონით არის მომატებული. ზრდის დინამიკა განსაკუთრებით დაჩქარდა 2026 წლის მარტი-მაისის პერიოდში. 25 ივნისიდან თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში 4-ჯერ ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში თბილისი, ბათუმი, თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთია, ბილეთის ღირებულება კი 418 ლარიდან იწყება. რძის პროდუქტების ბაზარზე ახალი რეგულაციები შემოდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს, რომ ნედლი რძის და მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების განცალკევება მოხდეს. რეფორმის ფარგლებში გეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული. ასევე სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე. სავაჭრო
ქსელებში კი აღნიშნული პროდუქტები განცალკევებით განთავსდება. მინისტრი ამბობს, რომ მიზანია მომხმარებელმა მკაფიოდ განასხვავოს პროდუქტები და იყოს ინფორმირებული, რას ყიდულობს. ამასთან სამინისტრო მზად არის სექტორს მიზნობრივი დახმარებაც გაუწიოს. რა გაიგო სექტორმა მინისტრთან შეხვედრისას, რა არის საჭირო რძისა და რძის პროდუქტების წარმოების გასაზრდელად, ამ თემაზე ვსაუბრობთ საქმის კურსში. კახა კონიაშვილი, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვერდდება. მოგესალმებით, ბატონო კახა. მადლობა, რომ შემოგვიერთდით. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გავიგეთ, რომ იგეგმება განცალკავება ნედლი რძის და ასევე სცენარეული ცხიმისგან დამზადებული რძის პროდუქტების, თუმცა უფრო მეტი კონკრეტიკა რა გაიგეთ ამ შეხვედრაზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არ იყო პირველი შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ სამინისტროსთან მჭიდროდ მუშაობდით ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ზოგადად მომხმარებელთა, ასე ვთქვათ, უფრო მეტ ინფორმირებულობას გულისხმობს. თავიდან სხვადასხვა ვარიანტები იყო შემოთავაზებული, მაგრამ აქ მთავარია, რომ ოქროშუა რძის დაჭერა მომხდარიყო, რადგანაც ერთი მხარეა მომხმარებელი, რომლის უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული და მეორე მხარეა კიდევ ბიზნესი, რომელსაც არ უნდა დააწვეს ზედმეტი წნეხი სახელმწიფოსგან ამ შემთხვევაში. აი ეს საბოლოო ვარიანტი, რაზეც ჩვენ ყველა ერთად შევჯერდით, რომ ვფიქრობთ, რომ ყველაზე ასე ვთქვათ ეფექტიანი გზა იქნება იმისაც, რომ ერთი მხრივ მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩეს და მას გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება და ზუსტად განაცალკევოს, რომელია რძით დამზადებული პროდუქტი და რომელია მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი და მეორე მხრივ ბიზნესაც ეს მძიმე ტვირთად არ დააწვება, ასე ვთქვათ, არ იქნება ეს ნეგატიური ეფექტი ამ ყველაფრისაგან. მოდით უფრო დეტალებზე ვისაუბროთ, რადგანაც სამინისტროს არ გაავრცელებია უფრო მეტი კონკრეტიკა, რას გულისხმობს ის შუალედური შეთანხმება, რომელიც მოხდა მწარმოებლებსა და ასე ვთქვათ სამინისტროს შორის. იყო საუბარი თავდაპირველად, რომ მარკირებას ამ ვთქვათ ახალ ეტიკეტებს შესაძლებელია ფინანსური ხარჯი გაეზარდა კომპანიებისთვის. რა მოდელზე მოხდა შეთანხმება, რომ ბიზნესისთვის მართლაც არ იყოს წნეხი? ნახეთ როგორ არის, თავიდან საუბარი იყო რამოდენიმე ტიპის, ასე ვთქვათ, პიქტოგრამაზე, ვთქვათ ნედლზე დამზადებული პროდუქტი უნდა ყოფილიყო რაღაც ერთი ფერის, მშრალი რძით და ასე ვთქვათ კარაქის გამოყენებით დამზადებული მეორე და მესამე უნდა ყოფილიყო სცენარიული ცხიმის შემცველი პროდუქტები. თუმცა ამას საბოლოო ჯამში ვერ ექნებოდა კარგი შედეგები, პირიქით ნეგატიურ შედეგს გამოიწვევდა, რადგანაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ვთქვათ პროდუქტები, რომელიც სცენარული ცხიმით არის დამზადებული, კანონით დაშვებულად ეს არანაირ ასე ვთქვათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ მოიცავს და ზოგისთვის შეიძლება მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქტი უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე ასე ვთქვათ ცხოველური ცხიმით, ხო? და ამ მსჯელობათა მსვლელობისას გამოიკვეთა ის, რომ აი ეს მიმართულება, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ბევრად უფრო ეფექტიანი იქნებოდა, თუნდაც ის რაც თქვენ ახსენეთ, რომ ვთქვათ ქართული ნედლით დამზადებულ პროდუქციას ის ხარისხის ნიშანი, რომელსაც სახელმწიფო შემოიღებს, უფრო მეტ ასე ვთქვათ სტიმულს მიცემს, რომ აი ქართულ რძეზე მოთხოვნა გაიზარდოს ერთი მხრივ და მეორე მხრივ მომხმარებელი კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მეტად იქნება ინფორმირებული და თქვენს და მეც არჩევანი გაგვიადვილდება, რადგანაც გვეცოდინება, რომ აი ესეთი მარკირებით წარმოდგენილი პროდუქტი არ არის ასე ვთქვათ რძის პროდუქტი, სიტყვაზე შეიცავს სცენარიულ ცხიმს და მე როგორც მომხმარებელმა ეს უნდა ვიცოდე, რომ არ შევიდე შეცდომაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ცუდ პროდუქტს ვყიდულობ ან კარგ პროდუქტს ვყიდულობ, უბრალოდ ეს ჩემი არჩევანის ასე ვთქვათ გამარტივებას ახდენს, რომ მე ვიყო დაცული ამ შემთხვევაში. გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს მომხმარებელმა. კიდევ ერთი ცვლილება, რაც მოვისმენთ, ეს არის, რომ განცალკავებულად უნდა დაიდოს ეს პროდუქტები, ასე ვთქვათ, ჰიპერმარკეტში, მაღაზიაში. შესაძლებელია ჰიპერმარკეტებს ჰქონდეთ ეს სივრცე, სადაც ვთქვათ, მოახდინონ ამ პროდუქტების განცალკავება, თუმცა ხომ არ შექმნის ეს გამოწვევას უფრო მცირე უბნის მარკეტებში ასეთი ტიპის რეგულაციის შემოღება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი, ჩვენმა ასოციაციამ წერილობითაც კი მიიწერა, რომ გარკვეულ ვთქვათ ტექნიკურ ასე ვთქვათ ხარვეზებთან გვექნებოდა საქმე და ხშირ შემთხვევაში შეიძლება შეუსრულებელი მისიაც იყოს რომელიმე ასე ვთქვათ მცირე მარკეტისთვის თუნდაც ისე როგორც მსხვილისთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა თუმცა როგორც ვისაუბრეთ ჩვენ ამჟამადაც ზოგადად ეს პროდუქტები ერთმანეთსგან განცალკევებული ანუ ისინი ერთმანეთში არეული არ არის ყოველთვის ის პროდუქტი რომელიც სცენარიულ ცხიმს შეიცავს ის ცალკედებს ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს არა ვთქვათ ფიზიკურად დახლებით მათ გამოყოფაზე არამედ დახლზე მათ აი ამ პიქტოგრამით გამოყოფაზე, იმიტომ რომ თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ აჰა, ხედავთ პიქტოგრამას, თქვა კონსულტანტად იცის, რომ ეს პროდუქტი, რომელსაც ეს კონკრეტული პიქტოგრამა აქვს, ეს არის მცენარეული ცხიმით დამზადებული. შემდგომში უკვე თქვენ გაგივიადვილდებათ ამ არჩევანის გაკეთება.
ну მომავალი გვაჩვენებს, იმიტომ რომ არ ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, არ სახელმწიფოს არ აქვს, ნახოთ როგორ შედეგებს მოიტანს. თუმცა ხო გეუბნებით, მანამდე საუბარი იმაზეც იყო, რომ თქვა ეს ყველაფერი გამოიწვევდა იმასაც, რომ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მომხმარებლის გათვითცნობიერებას ამ ყველაფერში და მეორე მხრივ გააჩენდა უფრო მეტ მოთხოვნას ქართულ ნედლრზეზე, რაც შესაბამისად გამოიწვევდა ნედლრზის წარმოების ზრდას. მოგეხსენება თუ არის მოთხოვნა, იქ შეიძლება აუცილებლად მიწოდებ. თუმცა აი ამ საკითხის მიმართ ჩვენ ცოტა სკეპტიკურად ვართ განწყობილი, იმიტომ რომ წლების მანძილზე რამდენად იცვლებოდა და იხვეწებოდა სხვა ეტიკეტირების წესი, ყოველთვის იყო ხოლმე ასეთი განმარტებები, რომ შეიძლება ამას აუცილებლად მოყვება მოთხოვნის ზრდა და შესაბამისად ნედლრზის წარმოების ზრდა, მაგრამ ამას შედეგი არ გამოიღო. ამიტომ ჩვენ იმაზეც ვისაუბრეთ ამ შეხვედრებზე, რომ ის პროექტები, რომელიც დაგეგმილია, რომელსაც განახორციელებს შემდგომში უკვე სოფლის პროექტების მართვის სააგენტო, ხო? აი ამან და იქონიოს რეალური ზეგავლენა ნედლრზის წარმოების ზრდაზე, იმიტომ რომ ის ფინანსური დახმარება, ის თქვა თანადაფინანსების მექანიზმები, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული, ამან უნდა მოგვცეს რეალური შედეგი, იმიტომ რომ გაუადვილოს ფერმერს ფინანსებზე წვდომა და შემდგომში უკვე გაფართოება და განვითარება. ანუ ეტიკეტირება არ არის ის პირველი პრობლემა, რომელიც ამ სექტორს აქვს. მოდით ვისაუბროთ ამ პრობლემებზე. დაპირება გაქვთ, რომ თქვა იქნება რაღაცა დახმარებები, მიზნობრივი პროგრამები, უფრო მეტი კონკრეტიკა თუ ვიცით უკვე, რა ტიპის დახმარება შეიძლება მიიღოს ამ სექტორმა, რომ რეალურად რძის წარმოება გაიზარდოს. საბოლოო დეტალებში ჩვენც არა ვართ გარკვეული. ერთი ის ვიცით თანამდებობით, რომ თქვა თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება იყოს 55%-მდე. გარდა ამისა, თქვა ჩვენ ყოველთვის იმას ვამბობდით, რომ ეს ისეთი დარგია სოფლის მეურნეობის, რომელსაც ძალიან კომპლექსური მიდგომა ჭირდება. ჩვენ ასევე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ იმაზეც, რომ კონტროლის მექანიზმები, ასე ვთქვათ, უფრო გაფართოვდება, უფრო სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, მაგალითად ისეთ როგორც არის ჰორეკა, სადაც უამრავი ეგრეთ წოდებული რძის პროდუქტი და შემიძლია ვთქვა, რომ რომ ყველი იყიდება, რომელიც რეალურად ვერ კონტროლდებოდა აქამდე და ის ხაჭაპური იქნება თუ თქვა ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ რესტორნებში, კაფეებში და ასე შემდეგ, აქ ძალიან რთული ვითარება და ჯერჯერობით აქამდე ყოველ შემთხვევაში არ იყო მექანიზმები, როგორ უნდა გაკონტროლებულიყო ეს მასობრივად. თუმცა აქ უკვე პირველი ნაბიჯები გადაიდგა, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ აი ეს მიმართულება ძალიან მკაცრად გაკონტროლდება. ეს იქნება სურსათის სააგენტო გაკონტროლებს თუ როგორ? სურსათის ეროვნულ სააგენტოზე მაქვს საუბარი. ასევე მიუხედავად იმისა, რომ თქვა გარე ვაჭრობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს პირდაპირ პრეროგატივა არ არის და ისინი ამას არ უნდა აკონტროლებდნენ, შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად ამის კონტროლის მოხდება. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჯამში ქმნის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ბაზას, რომლის გამოც აი ის, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა განვითარდეს ნედლრზის წარმოება და ფერმები უნდა შეიქმნას, აი ამ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამო ინვესტორი ხედავს ძალიან დიდ რისკებს, იმიტომ რომ ჩადებული თანხების უკუგება შეიძლება ვერ მოხდეს და არ ხორციელდება ეს ინვესტიციები. მიუხედავად იმისა, რომ ნედლრზის ფასი საქართველოში ძალიან მაღალია და ეს უნდა წესით იზიდავდეს ინვესტორებს. მაგრამ ეს არ ხდება სწორედ აი ამ არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და შეუსაბამო, ასე ვთქვათ, გარემოს პირობებში. თერაპიაში აი ამ რეგულაციებმა შეიძლება თუ არა გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტად გაზრდა ფასის, იმიტომ რომ არც ესეთი დაბალი არის, როგორც თქვენს ახსენეთ, ახლა ნედლრზის ფასი და რძის პროდუქტებიც არ ღირს საქართველოში იაფი, ხო? რას მოგვიდა საბოლოო ჯამში? თლიანობაში მოხმარებას რამდენად ვთქვათ იქნება უფრო შემცირების ნაწილში თუ დაეხმარება მოხმარების ზრდას. როგორ უყურებთ? იცით როგორ არის? იმდენად არაპროგნოზირებადია ზოგადად საქართველოში ნებისმიერი მიმართულება წარმოებისა თუ რეალიზაციის, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ეს გამოიწვევს ზრდას თუ არ გამოიწვევს. ზოგადად წესიდარიგით ამან ზრდა არ უნდა გამოიწვიოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს ისეთ პირობებში მოხდა, როცა ისედაც გაზრდილ ვთქვათ მოთხოვნას ნედლრზეზე, ქართულ დეფიციტურ ნედლრზეზე, კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ ზეწოლა დაემატა, რომ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა. ეს რა თქმა უნდა თავისთავად ნედლეულის გაძვირებას გამოიწვევს. მაგრამ ხო გეუბნებით, აქამდე თვითონ წარმოების ზრდას ნიშანწყალი არ ეტყობოდა აი ამ უბრალო რეგულაციების გამო, იმის გამო რომ ვთქვათ
უბრალოდ ფიზიკურად ვერ ზრდის ადამიანი წარმოებას იმის გამო რომ ფინანსებზე წვდომა არ ქონდა მას სათანადო. თუ ეს კომპლექსური მიდგომა იქნება შემუშავებული, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო ფინანსურად თანადაფინანსებით დაეხმარება და მეორე მხრივ მოთხოვნა გაიზრდება, ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს ნედლიერის ოდენობის ზრდას და შესაბამისად ფასები ან სტაბილური იქნება, ან ქვემოთ ჩამოვა, იმიტომ რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი თავი უზრუნველყოთ ამ ნედლიერზით. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება სულ ესეთი, ასე ვთქვათ, პროგნოზების გაკეთების და ვარაუდების გამოთქმის სურვილი, გაიზრდება თუ შემცირდება და ვიქნებით რაღაც გარე ფაქტორებზე დამოკიდებული. ამიტომ ახლა მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ იმათ, ეს რას გამოიწვევს. თუმცა ობიექტური ფაქტორი და ერთი შეხედვით აი ეს რეგულაციები რაც უნდა განხორციელდეს შეიძლება ვთქვათ რომ ამან თუ მოთხოვნა გაზარდა ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს კიდევ ნედლეულზე ზრდას მაგრამ ნახოთ დაველოდოთ მოვლენებს და შევხედოთ რა იქნება მომავალში თქვენ ახსენეთ რომ აი რამდენჯერმე რომ აუცილებელია მხარდაჭერის მექანიზმები, თუმცა რაღაცა კონკრეტიკა მაინც თქვენამდეც არ არის ცნობილი. დაახლოებით თუ იცით ვადა, როდის შეიძლება ეს განახლებული პროგრამები ამოქმედდეს, რომ ბიზნესიც რაღაცნაირად მოიმზადოს იმისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გვაქვს ამ პროგრამაზე, მათ შორის არის რომ ჯერ შეიძლება მოითხოვონ რომ ბიზნესმა თავად დახარჯოს ფული და შემდეგ თქვათ მოხდეს სახელმწიფოსგან ამ თანხის 2 მილიონამდე თანხაზე იყოს საუბარი, თქვათ შემდეგ მოხდეს ზღაურება. აი როგორ მთლიანობაში რა ფორმა უნდა მიიღოს ამ პროექტებმა რომ უღირდეს ბიზნესაც რომ გარისკოს და ამ თქვათ საკმაოდ დიდ კაპიტალ დაბანდებებში შემოვიდეს და დახარჯოს ფული. აი თქვენ ზუსტად ეს ინფორმაცია გაქვთ რაც მე, ანუ ზოგადად გაჟღერებული იყო რომ ივლისიდან ამოქმედებული იყო ეს პროგრამა, არ ვიცი ივლისიდან იქნება თუ არა მოქმედებული. თუმცა რაღაც მექანიზმები ძალიან კარგია, რაც მოვისმინეთ ამ პრეზენტაციაში, რომელიც მანამდე გაიმართა თბილისში. ანუ თქვათ, ჩემი გადმოსახედიდან ის მონიტორინგის მექანიზმები, რომლებიც იქნება გამოყენებული პროექტის მსვლელობისას, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ აქამდე ასე მოდი ასე ვთქვათ, ეფექტიანად არ ხდებოდა ასეთი მონიტორინგი და ხშირად თქვათ შეიძლებოდა ისეთი კომპანიის თუ ფერმერის ხელში აღმოჩენილი ფინანსები, რომელსაც ერთის მხრივ ვთქვათ, ცოდნა არ ქონდა, გამოცდილება არ ქონდა და შემდგომში ეფექტიანად ეს ვერ ხარჯავდა იმ თანხებს. თუმცა ძალიან მთელი რიგი მიმართულები, თანხები ძალიან კარგად იქნა გამოყენებული და ამან რეალური ზრდა მოქცა აგროსექტორში, თუმცა აი ამ მიმართულებით, რასაც რძის სექტორი ქვია, ჯერ ასეთი დადებითი ძრები არ გამოუწევია. ამიტომ ვთქვათ, აი ეს მონიტორინგის სისტემა დაეხმარება. რაც შეეხება იმას, ვთქვათ, იყო საუბრები, რომ ადრე მაგალითად ჯერ ბანკში იღებდა სესხს ფერმერი და შემდგომ უკვე სააგენტო უმტკიცებდა ასე ვთქვათ პროექტს. ახლა როგორც ვიცით პირიქით იქნება. არსებობს ერთი მოსაზრება, რომ ეს უფრო გაართულებს სიტუაციას, არსებობს მეორე მოსაზრება, რომელიც იძახის, რომ ან ზოგადად ცვლილება არ იქნება, ან პირიქით ეს უფრო გააიაროს. ჩემი გადმოსახედიდან მე ესე ვუყურებ, რომ მაგალითად თუ მონიტორინგის კუთხით შევხედავთ, ძალიან კარგია, რომ ჯერ პირველ რიგში ხდება განხილვა სააგენტოში, დგება მონიტორინგი, სააგენტო აფასებს ნამდვილად ღირს თუ არა ამ პროექტის შეშვება და თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება და თუ კი ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკვე, ხო, მე ბანკში არ ამგონია, რომ ახლა თუ საერთოდ სამოწმენდილზე მიდიოდა ფერმერი და იმ კრედიტს იღებდა იმ იმედით რომ შემდგომში სახელმწიფო თანადაფინანსებას გაუწევდა, ახლა მე მგონი პირიქით, როდესაც ბანკმა იცის, რომ სახელმწიფო თანადაფინანსებაში უნდა შემოვიდეს, ბევრად უფრო მეტი სტიმული შეიძლება ქონდეს ბანკს, რომ ეს სესხი გაცეს და დააფინანსოს აღნიშნული პროექტი. ამიტომ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ მოვალი გვიჩვენებს და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. დავით, დაგემშვიდობებით, რძის ხარისხზეც მინდა გკითხოთ, მუდმივად არის ხოლმე პრობლემა, თქვენ ერთ-ერთი ინტერვიუც მახსოვს, რომ რძის დაღვრაზეც მიდის ხოლმე საქმე, საკმაოდ დიდი მოცულობით რძის დაღვრაც ხდება ქვეყანაში, რა ვითარება არის დღეს ამ მიმართულებით და რა მოლოდინები გაქვთ? მოლოდინი ის არის, რომ
ისევ კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამას ყველაფერს. ფერმები, რომლებიც დღეს რეალურად თქვა მიმწოდებლები არიან გადამამუშავებელი კომპანიების, ხო, რომელსაც შესაბამისი ოდენობის რძე გააჩნიათ, ხო? აქ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის და თქვა ისეთი რძე, რომელიც არასტანდარტულია და არ შეესაბამება მოთხოვნას, ის ქსელში ვერ ხვდება. პრობლემაა ზუსტად აი ეს გაუკონტროლებელი ბაზარი, ერთის მხრივ გადამამუშავებელი და მეორე მხრივ თვითონ პირველადი წარმოება, სადაც ეფექტიანი კონტროლი ვერ ხორციელდება. შესაბამისად ის პროდუქტი, რომელიც დახზე ხდება, თქვათ კუთხის მაღაზიებში, უბნის მაღაზიებში იქნება თუ ჰორეკა სექტორში იქნება, აი აქ არის სწორედ ის ძაღლისთავი დამარხული და აქ ჩნდება ხარისხის პრეტენზიები ზუსტად, იმიტომ რომ არც მე და არც თქვენ არ ვიცით იქ რას მივირთმევთ და რა პროდუქტს ვიღებთ, ასე ვთქვათ. ამიტომ კონტროლის მექანიზმების გაფართოვება და ყველა ასე ვთქვათ ნიუანსის მოცვა არის მთავარი საკითხი, რომელიც საბოლოო ჯამში ხარისხში უნდა აისახოს. იმიტომ რომ აი ეს სიტუაცია ქმნის, ისე ვიტყვი, არაჯანსაღ კონკურენციას, შესაბამისად მე როგორც მაგალითად ფიზიკური პირი, რომელიც ვაწარმოებ რძეს და შეიძლება ჩემთან ყველსაც ვაკეთებ და მე ვყიდი, არაფრად დაგიდებთ ამ სტანდარტებს, არა იმიტომ რომ მე ცუდი ადამიანი ვარ, უბრალოდ არავინ არ მაკონტროლებს და ცოდნაც არ მაქვს იმისი, რომ ეს რეალურად კარგია თუ არ არის კარგი, არ ვიცი. ამიტომ ცოდნის დანერგვა, კოლეჯების გაძლიერება, სტუდენტების ასე ვთქვათ გათვითცნობიერება, ცოდნის ამაღლება და აი ამ სფეროში მოზიდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საბოლოო ჯამში ხარისხს აისახება, იმიტომ რომ დაბალი დონის სპეციალისტი დაბალი დონის პროდუქციას ქმნის როგორც წესი და აი ეს არის ჩვენი პრობლემა სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა, იმედი მაქვს, რომ ამ ნამდვილ რეალურ პრობლემებამდეც ჩავა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო და დაიწყებს ზუსტად ამ კი, ჩვენ ყველა სამის იმედი გვაქვს და ესეც მივდივართ მაგითკენ და დაველოდოთ, ერთად დაველოდოთ, დავაკვირდეთ როგორ შეიძლება ბაზარი. დიდი მადლობა. კახა კონიაშვილი რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 17:30 და 30 წუთზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში.